მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობ. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4734 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 823 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა. იმერეთის საავადმყოფოებში ამ დროისათვის 1325 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმეა 247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 52 პაციენტი. იმერეთის COVID სასტუმროებში 393 პირია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 27. იმერეთში თვით იზოლაციაში იმყოფება 5409 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯამრთელდა 3895 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯამრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 155287-მდე. სამწუხაროდ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1614 გარდაცვალების შემთხვევა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაც თამდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 COVID პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 4. ბაღდადში ქსელური მაღაზია სპარი გაქურდეს. სპარის თანამშრომლები ამბობენ, რომ დილით სამსახურში მისულებს კარები ღია, პროდუქტები კი ძირს დაყრილი დახვდათ. მათი განცხადებით მაღაზია სავარაუდოდ ღამით გაიქურდა, თუმცა ზუსტად არ იციან როდის. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 177 ქურდობის მუხლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ბაღდადში ასაკოვანი ცოლ-ქმარიც დააყაჩაღეს. ვიზიარი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. სამომავლო გეგმებზე ბიზნეს პარტნიორთან კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო საუბრობს. მისი განმარტებით გეგმებში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც ვიზიარი პანდემიამდე დაფრინავდა. ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. აცხადებს ანდრაშ რადო. ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს. ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ, მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება, დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბიზნეს პარტნიორთან საუბრისას. COVID პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანები დაზარალდნენ. ასობით გიდი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდმეწარმე შემოსავლების გარეშე დარჩა. რა კეთდება და რა გაკეთდა საარსებო მინიმუმის გარეშე მყოფი ხალხის დასახმარებლად. ვცლავთ ნახეთ სიუჟეტში. COVID პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები დაზარალდნენ. ასობით გიდი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდმეწარმე შემოსავლების გარეშე დარჩა. რა კეთდება და რა გაკეთდა საარსებო მინიმუმის გარეშე მყოფი ხალხის დასახმარებლად. კრიზისის დროს ერთგვარ მაშველად შიდა ტურიზმი დასახელდა, ამბობს იმერეთის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. სიტუაციის შენარჩუნებას და ამოსუნთქვას ამის საშუალება ჩვენ მოგცა ზაფხულმა და ზაფხულში აქტიურად შევეცადეთ ყველა მერთად აგვემუშავებინა შიდა ტურიზმი. აი სწორედ ამ კრიზისმა მე ხიათ ვისაუბრებ ამაზე, კრიზისმა და ამ ფორს მაჟორულმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ტურისტული სამსახურები გადართულები ვიყავით საერთაშორისო ტურიზმზე და ნაკლები ყურადღება ექცეოდა შიდა ტურიზმს.
აქტიური რეკლამირება აბსოლუტურად ყველა ტურისტული პროდუქტის, რომელიც არსებობს როგორც ქალაქში, ასევე რეგიონში. თუმცა 100 ართვის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი მისი აზრით იმერეთისთვის, კონკრეტულად ქუთაისისთვის შიდა ტურიზმი საერთოდ არ იყო მომგებიანი, რადგან PR კამპანია დროულად არ იყო დაგეგმილი. ზაფხულის დასაწყისში ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ გადაცემა მოგზადებინა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტები და გიდები გაგვეყვანა ამ გადაცემებში და უკეთ დაესწროთ შიდა ტურიზმით მოსარგებელ ადამიანებს იმერეთ და ქუთაისი. ეს მოხდა დაგვიანებით სამწუხაროდ პროცედურა დასრულებული იყო. აი შემდეგ რაღაცა გადაცემის გააკეთეს, თუმცა ეს უკვე ახალაფერში აღარ ეწერა და მესამე რაც მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყვანა ბლოგერები და ისეთი ინფლუენსერები, რომლებიც ძალიან სწრაფად გაუკეთებდნენ პოპულარიზაციას ჩვენს ტურისტულ პოტენციალში და ტურისტულ პოტენციალს, რომელიც არ გაკეთდა. ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა და გვაქვს შეთავაზებები, თუ რა უნდა გაკეთებული იყო თქვა გაზაფხულზე, რა ზაფხულში ან ტურისტული და ტურიზმის აქტიურობის პიკში და რა შემოყან ყველანაირი ასე ვთქვათ, ხერხი და საშუალებით ჩვენ თავაზობდით იმ აუცილებელ დასაკეთებელ ასე ვთქვათ პუნქტებს, რომელიც უნდა გაკეთებული იყო ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ქუთაისსა და იმერეთში. ვიზი არის საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს, თუმცა ტურიზმის ცენტრისგან განსხვავებით ლაშა ბერეკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. თუ ჩვენ უკვე მარტისთვის გეგმავთ აეროპორტის გახსნა და აუცილებელი და მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის მთელი დასავლეთ საქართველოს ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირება, აი ვიზიარის და რენიერის რეისების შესრულება, ხო? უკვე დღეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ გაიდლაინი, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ჩვენს ტურისტებს, ვინც ამ მარტში აპირებს ჩამოსვლას ქუთაისში, თქვენ ამ COVID ცენტრში აივლით ამადამ ტესტირებას, მიიღებთ ამადამ დროს პასუხს და თუ დაგიდასტურდებათ, შემდეგ როგორ იქცევთ, ან ტურისტი უნდა იყოს უკვე ინფორმირებული, თუ მას გადაწყვეტილება ჩამოვიდეს აპრილში, მაისში და ზაფხულში და შემოდგომას, როგორ იქცევით ჩვენ მათ, როგორ ხვდებით, ანუ DMO იმერეთის ფარგლებში ქუთაისში 20 გიდი გადამზადდა, თუმცა ეს საკითხიც ლაშა ბერეკაშვილისათვის კრიტიკის საგანი გახდა, რადგან მისი თქმით, როცა ტურიზმი ასეთ კრიზისშია, ახალი კადრების გადასამზადებლად ამდენ თანხას არ უნდა ხარჯავდნენ. გლობალური ლოკდაუნის პირობებში გულისხმობ იმას, რომ ტურიზმი არის უფრო სწორად თებერვლის შემდეგ ლოკდაუნის რეჟიმში და ამ დროს ტურიზმის ცენტრმა ქალაქის ბიუჯეტიდან, რომელიც ის ფინანსდება 60,000 ლარი შემიძლია თქვა პირდაპირ გაფრანდა ახალი გიდების გადამზადებაში, ანუ რატო გაფრანდა ახალი 60,000 ლარი. ძალიან მითანხა არის, იმიტომ რომ 3,000 ლარი განისაზღვრა თითო გიდის გადამზადებაზე. 3,000 ლარი ეს არის უზარმაზარი თანხა, მსგავსი ღირებულებით ჯერ არც ერთი სასწავლო ცენტრს არ ჰქონია შეთავაზება ამ ახალთანხის მომზადებაში. იმ ორგანიზაციამ, ვისთანაც მათ ერთპიროვნულად ესეთი ტენდერით გააფარა ერთაშეკვლება, თვითონ აქვს გამოცხადებული 1,500 ლარი გიდების გადამზადება. მაშინ როცა ჩვენ ქუთაისში გადავიხადოთ იგივე ორგანიზაციაში 3,000 ლარი, ორჯერ მეტი თუ ტურისტ ცენტრმა ამ რაღაც გაუგებარი ჩემთვის პურის დახარჯით გადაამზადეს 20 გიდი, იგივე ორგანიზაციაში ოფიციალურად გამოცხადებული რაცონა თავიანთ საინფორმაციო გვერდებზე შეგვეძლო 40 გიდის გადამზადება, ორჯერ მეტი გიდის გადამზადება. ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია. ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თუმცა ამ აზრს ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები არ იზიარებენ, რადგან მათი თქმით არსებული დახმარებების პაკეტი იგივეა, რაც ზღვაში წვეთი. დაზიანებული ფასადები, საბჭოთა ძეგლები, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები, ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ირაკლი შენგელიამ 2020 წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. მან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიერ ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მსვლად ნახეთ მასალა.
დაზიანებული ფასადები, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესება, საბჭოთა კავშირის ძეგლების პრობლემა ქუთაისში. ეს ის საკითხებია, რომლებზედაც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას კითხვები დაუსვეს. მან დღეს ონლაინ რეჟიმში საკრებულოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. Ყველანია რომ ჩვენ ამ პირობებში, როდესაც COVID გამოწვევის პროცესი ჰქონდა, არც ერთ პროგრამაზე, არც ერთ თქვა სოციალურ თუ ჯანდაცვის პროექტზე გარკვეული თქვა არც ცვლილება პირიქით ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიყავით, მათ შორის როდესაც გახდა საჭირო გარკვეულ მუხლებზე თანხების დამატებით და დამატების ამ ნამდვილად გამოიძებნა ამის სახსრები და შესაბამისად ეს თანხები მიმართული იყო ამ პროგრამების უწყვეტობისკენ. ქუთაისელებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დაზიანებული ფასადებია. მეგატივის ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა გაკეთდა ამ კუთხით ქალაქში და რა იგეგმება მომავალში. ამ კითხვით თამუნა გრიგალაშვილმა ირაკლი შენგელიას მიმართა. ფასადები რეალურად არის ის საკითხი, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი ქალაქის რეალობაში. მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ და თამარ მეფეზე გარკვეული ფასადების რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, თუმცა მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან ამხანაგობებთან ჩვენ ამხრივ გეგმავთ გააქტიურებას და ბიუჯეტის პროექტში ჰქონდა და მათ შორის, როდესაც ინფრასტრუქტურას გამიხილავდით, ჩვენ ჰქონდა საუბარი მაგალითად ფასადების რეაბილიტაციის საკითხთან მიმართებაში. საფრთხის შემცველია რაღაცა პროცესი. ეს გარემო უნდა მოცულდეს და შესაბამისად ეს საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და მეორე საკითხია ალბათ ამ საფრთხის შემცირებასთან ერთად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოწესრიგება იმ ფასადების, რომელიც რეალურად ქალაქში არსებობს. სწავლის საკითხია, მათ შორის ჩვენ სამეგრელოებო ოლქში წმინდა გითხრათ მაგალითად იგივე თქვა აბაშიძის 10 ნომერი ამ სწავლებს გასეთ საკითხი და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ხრივ პოლიტიკა, ზოგადი მიდგომა, თუნდაც საბიუჯეტო სახსრები 2021 წლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ამხანაგობები და საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. და რა თანხა არის გათვალისწინებული, თუ შეგიძლიათ ესეც რომ დააკონკრეტოთ? 200,000 ლარია საუბარი, უშუალოდ რომელიც საბინაო ინფრასტრუქტურას ეხება, არა მხოლოდ ფასადებს. გარდა ამისა, ეს ადგილობრივ ნაწილში, გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოვიზიდოთ თანხები, რომელიც მათ ფასადების რეკონსტრუქცია შეეხება. საბჭოთა ძეგლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ. მან კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობაზე ისაუბრა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მის ადგილას მზეჭაბუკის ძეგლის დადგმა შესთავაზა, რომლის ქალაქში დაბრუნებაც ქუთაისს თითქმის 100,000 ლარი უჯდება. ოფიციალურ გვერდზედებს ერთ-ერთი ტენდერი ქუთაისის მერიდან, რომელიც 100,000 ლარს ითვალისწინებს ზეჭაბუკის ძეგლის ხელახლა დადგმასთან დაკავშირებით, სადაც ძირითადი თანხის ნაწილი არა ძეგლის უშუალოდ იერსახის შექმნას, არამედ ადგილის მოწესრიგებას და პლუს პედესტალის დამონტაჟებას ეძღვნება. მე ვამბობ, რომ ამ იდეას ოდნავ გაბრაზებული ვარ მეც როგორც ვთქვათ მოქალაქე, რომ ჯერ ძეგლის დემონტაჟი, რომელიც ასაღებია ქალაქიდან და ამაზე თანხმდებით საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის კანონმდებლობაც, რატომ თქვათ ხდება ახალი ძეგლის დამონტაჟება სადღაც სხვაგან, ეს ჩემთვის პირდაპირ არის, რომ ან თქვათ დაგვავიწყდა ამ თემის მნიშვნელობა და მე აუცილებლად ვაპირებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით წერილი შემოვიტანო, რომ როგორღაც მოხერხდეს ცვლილება მიმდინარე ტენდერში და აღნიშნული ძეგლის დემონტაჟი დაემატოს და ამავდროულად ეს ძეგლი თუ თქვენ რაიმე განსაკუთრებული არგუმენტირებული პრობლემა არ გაქვთ, განთავსდეს ვასილ კიკვიძის ძეგლის ნაცვლად, საუბარი მაქვს ზეჭაბუკის ძეგლზე, ეს ძალიან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ეს იდეა საზოგადოების ორი მიზეზით. ერთი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იქ უკვე არსებული პედესტალი და რაღაც გარკვეული ხარჯები გაწეული არის, რითაც შეიძლება აკუმულირება მოხდეს რაღაცა თანხების და მეორე მხრივ ეს არის თავისუფლების ვთქვათ ქარტიის ამ კანონმდებლობის შესრულება და ქალაქიდან ერთი ჯალათის ძეგლის მოშორება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ადრე თუ გვიან მივაღწევთ. გადაწყვეტილება რაც უშუალოდ ეხება კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს, ეს რეალურად საზოგადოების ალბათ ფართო შეთანხმების საგანი უნდა გახდეს.
და გარდა ამისა მე არაერთხელ აღნიშნავს, რომ ამ პროცესს ნამდვილად ასახავს ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი, ეს არის თავისუფლების ქარტია. შეეხება მეორე საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ და ეს ეხება მზეჯაბუქის ძეგლის საკითხს, იქ ჩვენ ვარიანტი უნდა ვთქვათ, აი COVID პანდემიის პირობებში იმ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც უშუალოდ შეინარჩუნებს კულტურულ თვითმყოფადობას და კულტურულ დამოკიდებულებებს ქალაქის მიმართ. ამიტომ ეს ხარჯი ბუნებრივია და შესაბამისად აქ ალბათ კითხვის ნიშნები არ იბადება. რაც შეეხება კითხვის ადგილზე, აი ძეგლის განთავსებას, აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოება ამ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს ერთიანი. ქუთაისში სხვა პრობლემებთან ერთად მწვავედ დგას სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის შემცირებაც, რომელზედაც ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არავის აქვს. თემით დაინტერესდა რადიო ძველი ქალაქის ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, რომელმაც ირაკლი შენგელიას სტუდენტების მიერ მერიაში შეტანილი არაერთი განცხადება და მოწყობილი აქციაში ახსენა. რა თქმა უნდა, ის საკითხი, რომელიც უშუალოდ ეხება ახალგაზრდებს და სუბსიდირებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის დარგობრივ კომისიაში, მაგალითად, ოთარსად გარკვეული მოსაზრებები, ეს პროცესი უკავშირდება მაგალითად სხვადასხვა მიმართულებას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენთან არსებული სტუდენტების რაღაცა პროცენტული რაოდენობა არ არის რეგისტრირებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენენ სხვა მუნიციპალიტეტებს, ამიტომ ამ პროცესში მუნიციპალური ერთიანი პოზიციები და მათთან კომუნიკაციის პირობებში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, ასე საჭიროა თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. ქალაქში წლების განმავლობაში მოუგვარებელი მიწისქვეშა გადასასვლელების შესახებ კითხვა დასვა მოქალაქე გეგა ორჯონიკიძემ. ასათიანის ქუჩაზე ვცხოვრობ, სადაც არის მიწისქვეშა გადასასვლელი და არის ანტისანიტარია საშინელი სუნი, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ეს გაასვისა კერძო პირზე, როგორც იცი, არაერთი აქცია ჩავდარდა, რომ მიეხედოს ამ შენობას, მაგრამ სამწუხაროდ რეაგირება არ არის და ისევე იგივე პრობლემის წინაშე გავარდა. რაც გვეწყვით ამ მიმართულებით. ჩვენ გეგმავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოქალაქეების მხრიდან მიწისქვეშა გადასასვლელებზე გაიზარდოს და ამ პროცესში ჩაერთო ასევე კერძო ინვესტიციები, მაგალითად ჩვენ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი გადავეცით, ასე ვთქვათ, კერძო ინვესტორს, რომელშიც ხელშეკრულების პირობებში ჩაუდევით, თქვათ, კეთილმოწყობა გადასასვლელი, მიწისქვეშა გადასასვლელის ინფრასტრუქტურის და ამავდროულად ამ პროცესის ადაპტირება შექმნილ პირებისთვის. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლა, საკრებულოს ინსტიტუციური საქმიანობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები, ახალი საბიუჯეტო ინიციატივები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ანგარიშ ვალდებულებების ახალი ფორმატები და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში თითოეული ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი და რეგულაციების დარღვევისთვის 901 ფაქტი გამოვლინდა. 70 ფიზიკური პირი 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისათვის. 831 ფიზიკური პირი კი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზონები. ცნობისთვის პირბადის ტარების წესის დამღვევით 20 ლარი ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისას 10000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება.
საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად განვაგრძობთ. როდიდან შეუდგება და რომელი პრიორიტეტული საკითხების მოგვარებით დაიწყებს მუშაობას ქალაქის მერი? როგორი იქნება COVID პანდემიის პირობებში ახალი წელი ქუთაისში? დისტანციური ჩართვის დროს მთავარი სპეციალური გამოშვების შეკითხვებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალიაშვილი პასუხობს. მოგესალმებით, ბატონო იოსებ, მადლობა რომ გვერთვებით. Საღამოშვიდობის თამნა, მოგესალმებით, მიმესალმები ნეგატივის მაყურებელს. ბატონო იოსებ, თავდაპირველად უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ როდიდან შეუდგებით მერის უფლებამოვალეობის შესრულებას? ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა დაუბრუნდება ჩვეულებრივ ფორმას, ალბათ სავარაუდოდ არასკევს, როგორც დაგეგმილი მაქვს მოვალ ოფიციალურად სამსახურში და შეუდგებ ჩემი მოვალეობის შესრულებას. მანამდე დავისარგებლო შემთხვევები და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ დავიცვათ რეგულაციები, დავიცვათ ის მოთხოვნები, რომელიც არის დღესდღეობით ხელთაგანის ჩვენი ქალაქალების ჯანმრთელობის დასაცავად და შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ და შევეცადოთ, რომ პანდემია უფრო მეტად ადვილად დავამარცხოთ და გადავხადოთ. ბატონო იოსებ, საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიწევთ მუშაობის დაწყება. ცალკე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ცალკე მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობას შორის. ამ ეტაპისთვის რომელი საკითხების მოგვარებით დაიწყებთ მოღვაწეობას? ამ ეტაპზე რა უფრო პრიორიტეტულია ქალაქისთვის? ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის ბიუჯეტის საკითხი, რომლის მომზადების პროცესი უკვე მიმდინარეობს და ხვალ წარდგინება საკრებულოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია კოვიდის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს ქალაქში და ამას სპეციალური ჯგუფი მუშაობს სახელმწიფო დაკავშირებით, ასევე ჩვენ აქტიურად თამაშობთ საინფორმაციო ცენტრთან, რომელსაც ღებულობს ჩვენი მოქალაქეების ზარებს. და ასევე არის, რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები, პროექტები უბრალოდ, რომელიც უნდა დავასრულოთ წლის ბოლომდე და ასევე მუშაობთ მოვალწეზე, მუშაობთ ახალი წლის ხორიზებების თემაზე, რა თქმა უნდა, შევცილებული მასშტაბით, თუმცა მაინც ახალი წელი მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი თარიღი არის და ამიტომ ვცდილობთ, რომ შეძლების დაგვარად დავაკეთოთ ისეთი შტაგაშეთ გარემო შექმნათ, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს ოდნა მაინც ესე ვთქვათ გაულამაზებს გარემოს და შევეცდებით, რომ ამ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე უფრო მეტად ესე ვთქვათ კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე გადავიყვანოთ ჩვენი თანაქალაქელები. ბატონო იოსებ, დღეს იმერეთში COVID ინფიცირებულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. რა ვითარებაა ქუთაისის კლინიკებში? თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ? რამდენად მზადაა ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები COVID პანდემიის გამოწვევის გასამკლავებლად? მე თავად გახდით შევწე იმისად, როგორ რეჟიმში მუშაობენ ჩვენი მედიკოსები და მართლაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ. მინდა ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითქმის შეიძლება ითქვას შეუძლებელი შეძლონ. რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გარკვეულწილად აიხსნება იმითიც, რომ ჩვენ გავხსენით რამოდენიმე ათეული წერტილი, სადაც შეიძლება ოფიციალურად უკვე უფასოდ გაკეთებული იქნეს სწრაფი ტესტები, რაც ფასებს იმის საშუალებას, რომ სწრაფ რეჟიმში გამოვავლინოთ ინფიცირებული მოქალაქეები. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ადგილებთან დაკავშირებით კლინიკებში არსებობს, თუმცა გაიდლაინებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მედიკოსები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ და ბინაზე უყურებელონ იმ ადამიანებს, რომლებიც არის სავალდებულო კლინიკებში, ხოლო ის კლინიკაში უნდა მოხდეს სასამართლო სამედიცინო დახმარებასთან ერთად, სამსახურთან ერთად მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს, რომ პაციენტებმა დროულად მიიღონ სამედიცინო სერვისი და დახმარება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ღია სივრცეშიდაც კი ისე როგორც არის რეგულაციით განსაზღვრული, ვატაროთ პირბადე და შევეცადოთ ერთმანეთს დაუდგეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება. დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წელი შეაჯამა. ონლაინ შეხვედრისას თქვენ განაცხადეთ, რომ საკითხები ჩავინიშნე მოსაგვარებლად. რა საკითხები მოინიშნეთ, ბატონო სოსო?
მოდით ამ საკითხებს მეც შევინახავთ ერთდროულად, რა თქმა უნდა, საკითხები მოვიჩნდე და მინდა ბატონ ელაგის შეგელიას მადლობა გადავხადოთ ასეთი ვიდეოებისთვის და ასეთი ღია საუბრისთვის და ყველა დამსწრეს, ვინ ჩართული იყო და ვინაც გამოხატა ინტერესი, რა თქმა უნდა, საკითხები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მოვიჩნდე საკითხები, ჩვენ ამას ჩემს გუნდთან ერთად გავივით, საკრებულოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენ შევეცდებით რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ საზოგადოების ყველა ასე ვთქვათ წარმოადგენლის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ის საკითხები რომელიც დასმული იქნა დღევანდელი ონლაინ შეხვედრის დროს, ვფიქრობ სწორედ ამ საზოგადოების ჩართულობით შეიძლება ძალიან მარტივად და ძალიან ასე ვთქვათ ოპერატიულად გადაწყვეტილდეს. საახალწლო გასამზადისი გვაქვს. მართალია მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ საახალწლოდ განათებული ქუთაისი შეზღუდული გადაადგილების პირობებში ტყუილად გაფლანგული ფულია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას აპირებს ქუთაისის მერია, რაში და რა თანხას დახარჯავთ, როგორი იქნება ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის ეს ახალი წელი, რომლებსაც არანაირი არც სახსარი აქვს და არც განწყობა, რომ შეხვდნენ ახალ წელს. რას გააკეთებს ქუთაისის მერია ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უჭირთ და სოციალურად დაუცველები არიან? ჩვენ რა თქმა უნდა, წლევანდელ წელს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბიუჯეტი შემცირებულია მნიშვნელოვანწილად. ზუსტი ციფრი არ მინდა შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით 140,000-მდე არის ჯამურად ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გრანდიოზული ღონისძიებების მოწყობას და მნიშვნელოვანი თანხა გადავიტანეთ სოციალურ ბიუჯეტში, თუმცა ახალი წელი ეს დღესასწაულია, რომელიც მომავალზე არის ორიენტირებული, ის არის ახალი წლის ახალი იმედების სპონტანი დღე და სწორედ ამიტომ არ შეიძლება რომ ქალაქი ასე ვთქვათ შეხვდეს ამ დღეს როგორც ერთ-ერთ რიგით დღეს იგივე დღესასწაულს, ამიტომ ჩვენ მაინც შევეცადეთ რომ ქალაქი იყოს განათებული, ქალაქი იყოს ლამაზად გორთული, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს პატარაფერი არ დაუშევიათ, ისინი ელოდებიან თონის ბაბას, ისინი ელოდებიან სკოლების ასრულებას, ისინი ელოდებიან ლამაზ და განათებულ მშობლიურ ქუთაისს და ამიტომ ჩვენ შევეცადეთ რომ ჩვენი ასე ვთქვათ მინიმალური დანახარჯებით გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბავშვებს მიცემს სასიხარულო და ბედნიერ განწყობას და იმედს, რა თქმა უნდა, მომავლის და იმედს მომავალი წარმატებული წლის და სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი მიუხედავად ამ რთული პერიოდის და გამოწვევებისა ღირსეულად შეხვდება ჩვენს მიჭირდება ახალ წელს და აქვე მინდა ისიც ვთქვათ, რომ ქალაქში წელს ახალი ნაძვის ხელს გვექნება, ამიტომ ყველა პატარას ექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოვიდეს და დათქმის ამ დღესასწაულს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სოსო, წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი სპეციალური გამოშვების შეკითხვებს ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალიშვილი პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. მე ჟურნალისტი თამუნა გვილალა, ხვალ 20 საათამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის. თითქმის 2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო არასასურსათო მაღაზიებს მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა მოუწიათ. მიუხედავად სავაჭრო ობიექტების და თვითდასაქმებულების მოთხოვნისა მათთვის მუშაობის უფლება მიეცათ, ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით თხოვნა არ გაითვალისწინა. გარდა იმისა, რომ შეზღუდვების პირობებში თავად სფეროს წარმომადგენლები დაზარალდნენ, პრობლემებზე საუბრობენ მომხმარებლებიც. საიტი გამართულად არ მუშაობს, 2 კვირაა შეკვეთიდან და ამანათი ისევ არ ჩანს. სხვა ფერის ნივთი მომიტანეს, ეს იმ შეფასებების ნაწილია, რასაც მომხმარებლები მაღაზიის გვერდებზე, პოსტის კომენტარებში ტოვებენ. ბევრი მომხმარებელი წერს ხარვესზე ერთ-ერთ მაღაზიაში კოსმეტიკის შეძენისას. პრობლემას ნაწილობრივ აღიარებენ ამ ქსელშიც. მაღაზიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს. საერთოდ არ იყო მოთხოვნა ონლაინზე. ლოკდაუნის გამო დავიწყეთ ფიქრი და მივიღეთ ზომები, მაგრამ ჩვენი საიტი, იმდენი პროდუქტია აქ, 100,000-ზე მეტ პროდუქტია საუბარი, რომელიც უნდა აიტვირთოს, ხო? მერჩი დასახელებას რამდენი ფერი აქვს პროდუქცია. გარდა ამისა, რომ ბევრი სამუშაოა, ჩვენ გვჭირდება ოფიციალური დასტური ყველა ბრენდებისგან, რომ იქანვა თავსat, ამასაც ხომ დრო მიაქვს. საიტი ხარ სატესტო რეჟიმში მუშაობს. საიტი არ არის ჯერ სულფასოვნად გამართული. ყველა დელივერიზეა ხა გადასული და ძალიან ბევრი მანქანა მუშაობს და შეიძლება მიწოდება და გვიანდეს, ამ
არაბუნებრივი მიზეზის გამო. მომხმარებლები ჩივიან ტანსაცმლისა თუ ავეჯის შეძენისას გაუმართავს საიტზე, მათი თქმით ნივთების მოტანის სერვისი აგვიანებს. როგორც ისინი ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სასურველი ფერის ან ზომის ნაცვლად ადგილზე სხვა მოდელი მიუტანეს. ამ ხარვეზების მიზეზის გასარკვევა ჩვენ არაერთ მაღაზიასთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ჩვენი ზარები, ისევე როგორც მომლოდინე მომხმარებლის შეტყობინებები უპასუხოდ დარჩა. რამდენად მარტივია ბიზნესის ონლაინში გადატანა თავად მაღაზიებისთვის. შეზღუდვების პირობებში მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობას კი არ უკრძალავს, არამედ უზღუდავს. სტოპკოვის ტრიბუნიდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მაგალითად ყვავილების გამყიდვლებს, გამოსავალს სთავაზობს და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩევს. რამდენად შესაძლებელია თვითდასაქმებულებისთვის ონლაინ გაყიდვების დაწყება და რა რესურსი და დრო ამისთვის საჭირო. არც ისე მარტივი და იაფია გამართული მიტანის სერვისის ამუშავება, როდესაც დატვირთვა დიდია, ამბობს საიტის სპეციალისტი მირიან ქორიძე. ახლიდან ამის გაკეთებას ყველაფერს შენი საკუთარი საიტი გააკეთო, შენი საკუთარი გაყიდვის პლატფორმა ჩააშენო, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მცირე ბიზნესს შეიძლება არ გაუჭირდეს ეგ, მაგრამ დარწმუნებული იყავთ იმაში, რომ მიკრობიზნესს, მიკრომეწარმე ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და დროშიც, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება ამას. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ყველამ არ იცის ამის გამოყენება. ყველას არ ყავს ოჯახში ისეთი წევრი, რომელმაც იცის ინტერნეტის ინდონეზე გამოყენება, რომ მის ოჯახის წევრს მიეხმაროს და გააკეთებინოს ეს. კომპიუტერული სისტემების სპეციალისტი ამბობს იმასაც, რომ ონლაინ ვაჭრობაზე გადასასვლელად აუცილებელია მარკეტინგული კამპანიის წარმართვაც, რაც ცალკე თანხებთანაა დაკავშირებული. მთავრობაში კი დაწესებულ რეგულაციებს ლოიალურად აფასებენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით. გარკვეული პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის მიზეზი მობილობის შემცირებაა. მისივე შეფასებით ხელისუფლებას მსუბუქი მიდგომები აქვს დისტანციურ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამ შეზღუდულია ისეთი პროდუქტები, ისეთი ნივთები, რომელიც ადამიანის ქცევაში თავისთავად გულისხმობს ხანგრძლივ დაყოვნებას და ეს არის ბუნებრივია. თქვათ, თუ ტელევიზორს ან კომპიუტერს ვიდეობთ, ტექნიკური მახასიათებლების შერჩევა მოითხოვს დაყოვნებას, სხვა მხრივ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ლოიალური მიდგომები, ყველა ტიპის ობიექტზე დისტანციური ვაჭრობა არის შესაძლებელი. დისტანციური ნიშნავს, რომ ონლაინ სივრცეში არ ხდება, სარეალიზაციო სივრცეში არ ხდება მომხმარების დაშვება და მათ შეუძლიათ ეს სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ პროდუქტის რეალიზება. დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდათ. მაღაზიებს გახსნის უფლება შეზღუდვების საბოლოოდ მოხსნამდე დროებით. 24 დეკემბერი 2 იანვრის შუალედში ექნებათ. 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი COVID-19-ის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე ანგარიშს აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისთვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ასევე კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსგან ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებების შეთანხმება მოითხოვა. შესყიდვების მონიტორინგი დაკავშირებულია ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან და ზოგიერთი უწყების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია. გვეუბნება ანგარიშის ავტორი. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ცალკე გამოყოფილი კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვების, ასე ვთქვათ, გრაფა ან მოდული და ამასთან არც ანალიტიკური ინფორმაცია არის ცალკე ამ მიმართულებით მათგან მოწოდებული, რაც რა თქმა უნდა ართულებს უშუალოდ ამ მონაცემების მოძიების პროცესს და ასევე რაც ართულებს მონიტორინგს, ზოგადად არის ის, რომ ღია და დამუშავებად ფორმატში არ არის ამ ვებგვერდზე მონაცემები ხელმისაწვდომი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო გაითვალისწინებენ თუ არა IDFI-ის რეკომენდაციებს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გაეცნობიან და თუ პასუხისმგებელი პირი თანახმა იქნება კომენტარზე, ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან. ოპოზიციისა და ქართული ოცნების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შეთანხმების გარეშე დასრულდა. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებებისა და უკვე მეოთხე მცდელობის შემდეგ პოლიტიკოსები გუშინ შეხვედრიდან კვლავ შეთანხმების გარეშე გამოვიდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხარეების პოზიცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხში უახლოვდება ერთმანეთს, რომ საარჩევნო რეფორმა საჭიროა.
დღეს კი ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს. შეიცვალა ზუსტად ის, რომ გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების. ამიტომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პარტიები ერთმანეთისგან. თუ ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები, ამბობენ უარს მანდატებზე, ძალიანაც კარგი. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა მათ აუკმაყოფილდებათ პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები და არ იქნებიან მონაწილეები ამ ამბოხის სცენარის, ისინი ბუნებრივია არც წარმოადგენენ ასეთ განცხადებას. ძალიან კარგად იცის ქართულ მოსახლეობა ჩვენთან შანტაჟი და მუქარი ენით საუბარი არ ჭრის, მაგრამ მოლაპარაკებების პარალელურად, როდესაც ასე ვთქვათ, ღია რეპრესიებს აანონსებს და ღიად ემუქრები პარტიებს და ოპოზიციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი დაადგა ჩვეულებრივად ლუკაშენკოს გზას და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აინტერესებდათ ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ თვითონ გამოაქვთ გარეთ ყველა დეტალი, მათ შორის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც განიხილავდა იქ ოპოზიცია პარტნიორებთან ერთად. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. იაპონია პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად 708 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ BBC წერს. ეკონომიკური პაკეტი მოიცავს ისეთი დარგების სუბსიდირებას, რომელიც ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს ეხება. ჩვენ აღნიშნულ ზომებს სამუშაო ადგილების და ბიზნესების შენარჩუნების მიზნით მივმართავთ, რათა დავიცვათ ხალხის საარსებო წყარო, ამბობს იაპონიის პრემიერ-მინისტრი. ოფიციალური მონაცემებით იაპონიაში კორონავირუსის 160,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 140,000-ზე მეტი გამოჯამრთელებულია.